ხშირად თანამედროვე სკეპტიკური ჯგუფები, მაგალითად ზოგიერთი რადიკალური პროტესტანტული ფრთა, ამტკიცებს, რომ თითქოს ქრისტეს მოციქულების შემდეგ ეკლესიამ განიცადა დიდი განდგომა და ნამდვილმა ეკლესიამ სახე იცვალა მე-4 საუკუნეში, იმპერატორ კონსტანტინეს დროს. თუმცა ისტორიული სიმართლე სრულიად სხვა სურათს გვიხატავს. ნამდვილი ეკლესია არსად არ წასულა. ის იყო ცოცხალი ორგანიზმი, რომელმაც მოციქულთაგან მიიღო არა მხოლოდ წერილობითი ტექსტები, არამედ ცხოვრების წესი და თაყვანისცემის ფორმები. წმინდა მამათა შრომები. ეს არის ისტორიული სარკე, რომელშიც ვხედავთ თუ როგორ ლოცულობდნენ, როგორ ეზიარებოდნენ და რისის წამდათ პირველ ქრისტიანებს. ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო და დეტალური მოწმობა ეკუთვნის მეორე საუკუნის გენიალურ მოაზროვნეს, ტერტულიანეს. დაახლოებით 200 წელს ტერტულიანე წერს ეპისტოლეს თავის ცოლს. ეს არის პირადი წერილი, რაც მას კიდევ უფრო მეტ ფასს წენს. წერილში ტერტულიანე ცდილობს აუხსნას თავის ცოლს, თუ რატო არ უნდა დაქორწინდეს მეორედ, მისი გარდაცვალების შემთხვევაში. აქ ავტორი აღწერს ქრისტიანის ყოველდღიურობას, ყოველგვარი შელამაზების გარეშე. სწორედ აქ ვპოულობთ იმ პრაქტიკებს, რომლებსაც დღეს ბევრი სკეპტიკური ჯგუფი გვიანდელ გამოგონებად მიიჩნევს. შეგიძლია კი დაიმალო, როდესაც ჯვარს გადასახავს შენ სარეცელს თუ სხეულს. როდესაც ღამით სალოცავად წამოდგები, შენი ქმარი ამაში მაგიურ რიტუალს ხომ არ დაინახავს. ეს ციტატა ამტკიცებს, რომ ჯვრის ნიშნის გამოყენება ყოველდღიურ ყოფაში იყო სულიერი რეფლექსი, ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში. ასევე ტერტულიანეს სხვა ნაშრომებში ჩანს, რომ ჯვრის გადასახვა ქრისტიანისთვის ისეთივე ჩვეულებრივი რამ იყო, როგორც სუნთქვა. იგი წერს, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას, სახლში შესვლისა თუ გამოსვლისას, ჩაცმისას, ფეხსაცმლის შეკვვრისას, ბანაობისას, ჭამისას, სანთლის დანთებისას, დაწოლისას თუ დაჯდომისას, ჩვენ შუბლზე ჯვარს ვისახავთ. შესაბამისად, ეს პრაქტიკა არ ყოფილა მე-4 საუკუნის პოლიტიკური გადაწყვეტილება ან კონსტანტინეს ეპოქის ინოვაცია. პირიქით, ესაა დევნილობის დროინდელი, უძველესი მოციქულებრივი ტრადიცია, რომელიც ეკლესიის თვითმყოფადობას იმთავითვე განსაზღვრავდა. გაუძლებს კი ის წარმათი ქმარი იმას, რომ შენ მიდიხარ წმინდა საიდუმლოებათა საზიარებლად. ვერ შეამჩნევს ის თუ როგორ აგემოვნებ ფარულად რაღაცას ვახშმის წინ. და როდესაც გაიგებს, რომ ეს სხვა არაფერია თუ არა პური, რას გაიფიქრებს ის თავისი უმეცრებით. ტერტულიანე ზიარებას უწოდებს წმინდა საიდუმლოს. ეს არ იყო უბრალოდ სიმბოლური სამახსოვრო ვახშამი, არამედ საკრალური ქმედება, რომელსაც ქრისტიანები უზმოზე, მოწიწებით იღებდნენ. წარმართთათვის ამის ჩვენებას ერიდებოდნენ, რაც ხაზს უსვამს ევქარისტიის მისტიკურ ბუნებას. ჩვენ საკუთარ თავს არ ვეკუთვნით. ჩვენ ნაყიდნი ვართ ჩვენი უფლის სისხლის ფასად. ისინი ცოლ-ქმარი ერთად გალობენ ფსალმუნებს და ცდილობენ აჯობონ ერთმანეთს თავიანთი ღმერთის დიდებაში. ანტიტრინიტარული ჯგუფების მტკიცება, თითქოს ქრისტეს ღმერთად აღიარება ნიკეის კრებამ 325 წელს შემოიტანა, ამ ტექსტით საფუძველშივე ინგრევა. ტერტულიანე ქრისტეს უწოდებს ჩემს ღმერთს და განმარტავს, რომ ჩვენ მისი სისხლით ვართ გამოსყიდულნი. მიუხედავად იმისა, რომ ტერტულიანეს ცნობილი დოგმატური ფორმულა una substantia, tres personae, ერთი სუბსტანცია, სამი პირი, მის უფრო გვიანდელ ნაშრომებში გვხვდება, თავის ცოლისადმი წერილში იგი ნათლად აჩვენებს, რომ ქრისტეს ღვთაებრიობა 200 წელს ქრისტიანთა ყოველდღიური რწმენის საფუძველი იყო და ადასტურებს, რომ ქრისტე თაყვანისცემის ობიექტი და ღმერთია. მოითმენს კი ის იმას, რომ შენ დადიოდე საპყრობილეებში მოწამეთა ბორკილებზე საამბოროდ. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ადრე ქრისტიანული ეკლესია პატივს მიაგებდა წმინდანებსა და მათ ნივთებს. ბორკილებზე ამბორი არის თაყვანისცემის ფიზიკური აქტი, რაც დღევანდელი სკეპტიკოსებისთვის მიუღებელია, თუმცა მეორე საუკუნის ქრისტიანისთვის რწმენის ბუნებრივი გამოხატულება იყო. როგორ აღვწეროთ ბედნიერება იმ ქორწინებისა, რომელიც ეკლესიის მიერ არის რჩეული? მისი ლოცვებით არის განმტკიცებული და თავად მამა ღმერთის მიერ არის კურთხეული. ეს პასაჟი აჩვენებს, რომ ეკლესია თავიდანვე იყო ინსტიტუციური სტრუქტურა. ქორწინება არ იყო მხოლოდ პირადი შეთანხმება, მას სჭირდებოდა ეკლესიის ავტორიტეტი და საკურთხეველი.
ეს ეწინააღმდეგება იდეას ქაოტურ, არაორგანიზებულ ადრეულ თემებზე. ტერტულიანე ასრულებს ეპისტოლეს ქრისტიანული ოჯახის აღწერით. ისინი ერთად ლოცულობენ, ერთად მუხლს იღრიან, ერთად მარხულობენ, ერთად გალობენ ფსალმუნებსა და ჰიმნებს. ისტორიული ანალიზი გვიჩვენებს, ის, რასაც დღეს ბევრი ზედმეტობად მიიჩნევს, სინამდვილეში იმ საძირკვლის ნაწილია, რომელზეც ქრისტიანობა აშენდა. ტერტულიანეს წერილი არის უტყუარი საბუთი იმისა, რომ მართლმადიდებლური ტრადიცია თავისი საიდუმლოებებით, სიმბოლოებით, წმინდანთა პატივისცემით, მარხვით, ღამისთევით, მუხლდმოდრეკით არის არა მოგვიანებით შემოტანილი დანამატი, არამედ პირველი საუკუნეების ეკლესიის ორგანული ნაწილი. ეს არის ის უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც მოციქულებიდან დღემდე ცოცხლობს.